საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა ბათუმში. შტაბის პირველ ხდომა საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ოთარ დანილიამ და ზაურ პუტკარაძემ შტაბის წევრებთან ერთად ქობულეთში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულეს. კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარში ადგენს. სახელმწიფო პროგრამა 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ამუშავებული ერთ-ერთი საწარმო, რომელიც ღებულობს ამ შემთხვევაში როგორც ჩვეულებრივ სტანდარტულ მანდარინს, ხარისხიან მანდარინს, ასევე ღებულობს გადასამუშავებელ სამრეწველო მანდარინს. შესაბამისად, უკვე გატანილია ოპერატიული ინფორმაციის 7000 ტონამდე მანდარინი ექსპორტზე, ეს ნამდვილად კარგი ციფრია და სხვა ნიშნულები უკვე სამრეწველო გადამუშავებისა გვექნება ხვალიდელი დღიდან. ეს გვაქვს 3 ქარხანა, რომელიც იმუშავებს სამრეწველო გადამუშავებაზე არასტანდარტული მანდარინისთვის და ის რაც რიგები ქონდა წინასწლებში ფაქტიურად მიმდინარე წელს აღარ გვექნება. უკრაინაში გამბაჟების ტარიფი ფიქსირებული ფასი განსხვავებით წინასწლებისაგან იქნება $550, გახსოვთ რომ წინა წელს ქონდა $1000-1100 და შემდგომ ქონდა ამასთან დაკავშირებით. ანალოგიური მდგომარეობა გვექნება რუსეთთან დაკავშირებით.